ვაგრძელე ფულიშონა ეს ჯეტია ხუჩი და პოლიშონას კი არა, პოლის ახარჯო გაგზელეს მაო. კიდევ ჩვენგანი ვიტფრინავს. შენ გიცანი ბიჭო, საიდან ახარ აქ თუ ან როგორ გაიქეცი? გაგახსენდი? ადრო იყო დილეში რო ყავდა გამოკეტილი ხო ხარ ახლა ღირსია გადაგატარონ ჩემო ბიჭებმა. აი, ეხლა გადამატარეთ, მაგრამ მე სადმე დიხართ, მაგრამ რო გაიგები მის გადამატარე. გადაგატარებენ დღედასხურებას თავზე და გაჩერდი არ გინდა ხა იგით ლაპარაკი. კენჭის გავლა გაგზმა თუ რა გინდა ვერ გავიგე. გეღოთ, მოკლედ. ესე იგი, შენ გინდა ცის ლიფტი არა? ცის ლიფტი მჭირდება რა. სად არის აბა აქ უნდა ყოფილიყო? მეგრე მოგიყვანდით, შენ ვერ გინდობი ხო იცი? გამოკეტე იქ დილექში და? ჯერჯერობით მადლობა თქვი არ გაგასუხარე მაგ დილექში. მაგრამ როგორ გადარჩი? დიდი ისტორია პოლიციაში მოვიდა გაგვიყვანეს ის. ხოდა ნუ მოკლედ რა, იმ რუსებს ვისაც ეძებდი სხვადასხვა შორის. ეგ რუსები ყდიან მაგას, მე გამომიშოს მოლაპარაკებაზე. ასე ხარ თორემ გამოსადეგი ხალხი ყოფილან რა. ესე იგი, 200 მილიონი დოლარი ღირს ეგ. 200 მილიონი დოლარი? ეხუმრები, შეგიძლია ბანკის მანქანა თავზე დაეჭდე. მიიკრავს და წაიყვანოს სადაც გინდა იქ თავის ინკასატორებიანად. სად არის რომ ნახო? გინდა? ხო მინდა ვარ კაცო გადამხდები თავარია ნახო გავტესტო. ამ როლს-როისი აპირებ? რავი მე 50 მილიონი არა ეს კი ღირს 10 მილიონი 15 მაგრამ. ესე იგი გინდა? ბიჭო მინდა მეთქი ხო? კარგი, მაშინ მოგცემ ლოკაცია სადაც არის, წადი. ადგილზე როცა მიხვალ, ჩემი ბიჭი მეტყვის. ნაპოლში არიცხავ და წაიყვან. გასაგებია, მოგიყვანათ ბარემა. კითხარი, ვერ გენდობით ხო, შენ რო ხალხთან ერთად მოსულიყავი და აგეხიათ? ახიო რომ მინდოს ეს აგახიოდე რა. გიგზავნი ლოკაციას. რა ტიპია ბიჭო, მეთქი საიდან მეცომა თქო და აუყონოთ ეს თუ ეგრევე 10000 ლაიქს და დააჭერეთ დაბლა წითელ subscribe ღილაკს რომ ხოლმე გამოვიდეს მომდენო ვიდეო და აუ რა ჩქარია ეს უპატრონო როლს-როისი რაც გუშინ დავატონიგეთ მაგის მერე იმენა ვეღარ ვცნობ არა მაგრადად ის ნახე. ხო big G რა ქენი აბა? რა ქენი და ვიყავი აქ მოსული თვითმფრინავი არ დამახვედრის. რას კი არ დაგახვედრის? არა ბიჭო შეეშინა დამო პატრონოებს აქ ის არა გვახიონო იფიქრეს და მარტო მოვინენ ეგ თვითმფრინავი კი არა და ვერთფრენი კიდე სადღაც დაუყენებია ტყეში რა ვიცი ჩამიგდეს ახლა ლოკაცია მივდივარ რა ჰესთან არის როგორ ჩანს. რა ტიპები არიან ყველა და აბუდიალო ნაკეთიკეთ მოკლედ რა. აი განები თავი ესე იგი მივალ და ვიყიდი. ფასი ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast-ი, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA ხუჭი არის ჩვენი და ერთზამი ვახშენი უფასოს კინი ხوار უნდა აქვინოს სხვათა შორის შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შენდებარე ლინკზე გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით ამიგოს არქო და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო და სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ ამიტომ გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკ ფასი 200 მილიონი რა ამბავია ბიჭო 200 მილიონი რა ვიცი მე სხვა ამას არავინ არ ყიდის და 200 მილიონი ახლა კიდე არ გინდა უნდა გავყვეთ აი აუ გადადი ახლა აქეთას გრუნტიანგზე ერთი ჯეკლასი უნდა ვიყიდო ჩემთვის რომ ესე ვიარო რა ხო დანო რას უცხდი 200 მილიონს გადახტარ ხა იმიტომ მიღირს მაგ რაღაც თვითფრინავში და ვერტფრეშ ვახ უკაცრავად ძმაო რა მაგას არ უნდა დააჭრე მიკრავს ანუ ისა რაც ის ლიფტს მაგიტო ეძახიან რომ ნებისმიერი რაღაც დაწევაშებულია ჰაერში და წაღება რა რაც რკინის არის და ხა ეს მანქანები და რაღაცები კიდე კი არის რკინის და რა ვიცი აბა წესით უნდა გამოგვადგეს თან რავი ხა ჩვენაირ დაჯგუფებას ეგეთი რაღაცები ჭირდება ინკასაციის მანქანას დავაშლებით თავზე მივიღებ და წავიღებ თავის ინკასატორებიანად მართლა რა ინკასის თქმის არ იყოს და წესით აი აგერ ძმოო ჩვენი ცის ლიფტი და აქ ერთი კაცი დაგვახვედრეს ხა კაცია იმენა რა დააყენეს აქ დარაჯეთ აუ რა ბიჭო მაგარი დიდი რაღაცაა თო გამარჯოს მას შენ გინდა შენ მიღახარ ბიჭო მე არა ესეთი ვერტფრენების დარაჯი ძმო მე რო აქ ვარ ვერავინ ვერ წაიყვანს ამას მოგდე ხა ყურებში განახე ვინ ვერ წაიყვანს ესე იგი ეს არის ბიჭო ამეთ კონტეინერია გემს რო დავუძეთ გემსაც ავწევთ ჰაერში თო ძალიან მაგარი რაღაცა აი ძალიან ეხლა აპირე ბიჭო ამის შეფასება შარეთ ხაფონე წაიყვანე ეს მისმინე ამის მართვა როგორ არის შენ თუ მართვა არ იცი ეხლა რას ყიდულობ ბიჭო რას უნდა დავაჭირო რომ ის ავწიო ზევით აი ჩარიცხე მე და მინუს 200 მილიონი ჩვენს ანგარიშში 716 მილიონი დაუხრჩა ურა ცოტაა წარმატებები და ეხა დამეკარგე დავაი დავშეთ აბა ერთი ამაში აი დიდი ვერტფრენი ისე კია თო ჩვენი როლს-როისი ავწიო პირველი მაგრამ მამე დავწევ როლს-როის პირველი და მივიყვან რა იქ ჩვენს გარაჟთან დავაი მიდი აბა ერთი მივიდეთ ახლოს როგორ მაინტერესებს ახლა როგორ აწევს ცოტა ფრთხილად ცოტა წინ მიდი ოპა ხო არ გადაობ მიკრა ბიჭო მთლიანი მანქანა მე გადავები აი წავედით ვინმე მტერი თუ ყავს ისე დაუსატკავეთ მანქანასთან ესე მივიკრავთ და ჩავაგდებთ აგე რა ძალიან არ გაიგონა რა ვიცი თავის მანქანიანა დაჟე აი მივიდეთ ახლა პირდაპირ ჩვენ სახელოსნოსთან და მას პირდაპირ ესენი რა ჩავოსო რა ჩამოვაგდებ ისე რომ არ დაზიანდეს რა ბიჭო არა იმენა ნებისმიერ ტვირთს წევს ახლა დავიჭერო ტრაილერს უნდა დავადგერთი თავზე რა დავუშვოთ ესე ფრთხილად
დაწერეთ კომენტარებში რომელიმე დაჯგუფება თუ გეგულებოთ, ვისაც მსგავსი იარაღი აქვს. ნუ იარაღს ვიძახი ხლა ამას რა. აი იარაღმა გამახსნა დღეს ის მაგარ შეხვედრაზე მივდივარ. სადაც ჩემი სახელოსნო? აქ სულ ტომა უიწყდება ბიჭო მაგის მისამართი. დავაი დავეშვით ნელა. წავიდა. დაავუშვათ ესე აქ ფრთხილად და დავაი. აუ არაფით გდის. ვარ გადაო. აი ჯანდაბას იყოს იქ რა უყო ეხლა წავალ ამას ხოლგან დავაყენებ. მოგკითხო მე მაგროს როის. კაი, აბა ეხლა აი აგერ აქ, აი რაღაც ნაყინის მანქანა რომ მიტასავს, ინკასაციის მანქანის ხელა კი არის. პირდაპირ მაგას დავატკი აბა ერთი თავზე. წავიდა ჩემოწმო მიდი. წავიდა დავიწყოთ დაშვება. პროსტა ესე სიარულის რო ცოტა ძნელია. მაგრამ არაფერი ძნელი არ არის, ჩქარი არ ეთანეს ვერ ფრენი. კაი, აქ ამ ხიში უნდა გაძვრეს, თორე შანსი არ მაქვს ამის აღების დავიწყეთ დაშვება. აუ წარმოვიდგინეთ ეხლა ძღოლის ადგილას თავი უსვათ. ზიხარ და ჰაერში ფრინდები თან არიცით რა ხდება. მიდი ძმა დაეშვი მიდი. არა ახ უკაცრავა ძმაო. მოიწი აქეთ ბიჭო, მოიწი. კაი რა. დეგა ისე ავტობანზე მოთ. აი კაკრას. მოდი. აუ ჩემი. დავიშვით. ეგ არის. ხო არ გადაო. ჩაოლებრივად ნებისმიერი მანქანით მიკრო და წაღება შეგვიძლია. არა, ძმაო 200 მილიონი ეს ღირს, იმიტომ რომ 200 მილიონი შეიძლება ამოვაგდოთ ერთი რეისიდან და კაი ძმაო, კარგად იყავი. ცოტა ეთკინება ეხლა, მაგრამ არა, სუბუქა დაეშვა. კაი, საწავიღო ხეს ვერტფრენი. საწავიღო ისე პრინციპი. აეროპორტში და იქნება დაყენებული და რა ვიცი, მაგდროს გავიყვანთ ხოლმე რა. ერთი რამე კაი ბაზა მინდა, იმიტომ რომ ეს გარაჟი არ უკმარა ეხლა, მე აქ არ მომწონს რა. კაი, დავეშვით ეხლა აქ ნელ-ნელა. აი ესე ეგ არის. აუ, ცოტა მაგდა და მას. ისინი სად არის? ჩემი კუკურუზნიკები რომ უნდა მოიყვანა იმ კაცს. დღეს მომენტ მაგის ანსალია ხვალმედელ ვიდეოში ნახავ, იმასთან მოვაყვანებ. კაი, დავაყენოთ ეს აქ და ბიჭას მე ვაჩვენებ რა. მაგაი რაღაცა მართლა, აი, პერფექტ. თვითფრინავს ავწევთ ისე? აუ, თვითფრინავს აწევა უნდა ნახო ეხლა თუ შეუულია. ადაო, მგონი რაღაც სერიოზულს გამოვკარეთ მეგობრებო ხელი. თვითფრინავი კატერი და გადავიყვან ყველაფერს კუნძულზე რა. ეხლა ამ ხელა თვითფრინავს იასნა ვერ ავწევ, ჩანსი არ არის. აი, პატარები რა, რამე ჯეტი არაყენია აქვე. აი, ჩემჯინაზე. აი, ბენზინის მისენი შეგვიძლია მაგალითად ავიღოთ პირდაპირ კონტეინერები, წავიღოთ ბენზინს ჩავასხავთ მუხტაზე. დავეშვათ. აი, აგერ არის მეორე ვერტფრენი. მაგრამ ბიჭო, არა უეჭველი აფეთქდება ეს ვერტფრენი და ჩვენ ჩაგვეყოლებს. მაგრამ ეს აი ამას პრონი ექნება უეჭველი. მოვატარიალოთ ესე ფრთხილად. მოდი, აქეთ. ოპ, დავეშვათ. ეგ არის. ოპა, არა, მიიკრა. ვერტფრენი მომპარეს. იყვირე ეხლა ძმა მომპარესო. დავაი, წავედით. არა, ბიჭო, მაგარი რაღაც არის. აი, ამას ისე გამოვიყენებ. ეხლა ერთი 50 მილიონი ავწი ამ წამს ჰაერში, იმიტომ რომ ეს ბიზნეს არ 50 არ ერთი 20, მაგრამ აი, გავუშვათ. ვახ! ჩვენსაც მაგარი ბრონეკი ქონია, ვერ დავუშვით ამ იფეთქთა შემთხვევით, მაგრამ რა უწიო ეხლა თო, ეს დიდი თვითფრინავი აზრი არა აქვს. პოლიცია აგვეკიდა ერთი წამი, დღევანდელი ვიდეო ცოტა ამ რაღაცის გართობაზე იქნება, პოლიცია ამეკიდა. რა ტყილად ამეკიდეთ, მოდით. სად არის პოლიციის მანქანა არის ჩანს არ სად? შენ თუ ვერ პოვო, მე გიპოვე ეხლავე 2 წუთში, მოდი აქ. მოვიდა ძია. დავიწყეთ ხა დაშვება და კარ მეყოლა ძმა კარგად. მოდი. ხვერა გადამირჩა, კაი. ერთი წამი ძმა ვერ წამი. მოდი აქ, მოდი. ინანებ ძმა მე რო დამსდებ. არის იცი რა თვითფრინავია? კი და ვერტფრენი. მიდი ბიჭო დაეშვი. წავიდა და ეგ არის, სო. კარგად იყავი ძმა. რა კაცები არიან ჩემი? არიცოდნენ სად მოდიოდნენ? არა, მართლა აი ყველაზე მაგარი რაღაცა მგონი რაც კიოდეს მე მიყიდია. კაი ძმა, წადი ახლა აქედან. 1 2 3 go. მოვიცილეთ. შემეცოდა ახლა, მაგრამ გავაკეთე თვითონ მომწონს, უნდა დავეჭირი. აუ მეც მაგარი ვარ, ეს ვერტფრენი სად მივყავს თო დაეშვი აგერ ადამიანურ პარკინგზე და ვსო არა. ვიდეოს როგორ თუშავ, მით ძალიან ბევრი უნდა ვიღადავო ჩემპიონში რა და აი დავეშვათ ესე. ჩვეულებრივ ვერტფრენთან შედარებით რამდენად დიდია ნახე რა. კაი, წავედი ახლა. და -50 ტაქსში რომ მოსულიყავი ჩემს Rolls-Royce-თან, რომელიც ცოტა გადარჩა რა და ახლა მივდივარ ძალიან მაგარ ადგილას, ანუ ისეთი ადამიანი უნდა ვნახო და ისეთი ტერიტორია უნდა შევიძინო Black Mamba-ისთვის. ნუ დღევანდელი ვიდეო შენაძენებზე იქნება ახლა რა გავაკეთოთ მაუ, მაგრამ ეს იმენა ბიზნესის თემა არის ხო ხდებით, ანუ ამდენი ფული კი ვიშოვეთ, მაგრამ ეს ფული უნდა გავამრავლოთ 1 2 3 x უნდა ამოვაგდოთ. იმ თვითფრინავით ამოვაგდებთ იმ თვითფრინავის ფულს 2 დღეში და მერე უცბად
წავალთ უკვე პლუსებზე ვიმუშავებთ. მოდი ხარ? მოდი ვარ, სად ხარ აბა? აი ლოკაციას გიგზავნი. აქ მოდი ძმაო, სად არის ყველაფერი რა. გასულები არიან ლაბორატორიის ტიპები და შემიძლია დაგათვალიერებინო. აი მოვალ, აი 2 წუთში უკვე აქვე ვარ. მიდი. ალბათ გაიგეთ იმ კაცმა ახლა ვინახსენა ლაბორატორიის ტიპებიო და დასკვნა თქვენით გამოიტანეთ რა შეიძლება ვყიდულობდე ახლა. დავაი, შემოვიდეთ აქეთ ესე ფრთხილად, გავაჩეროთ აქ და ეს კაციც აგერ არის. ანუ ვერც კი წარმოგიდგენიათ უბრალოდ აქ ახლა რა შეიძლება ხდებოდეს. ზაროა. სალომი. სად ხარ? მე რა თქვენ თუ ხარ სად მაგის გასაყიდად თორე. ხო იცი, ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა. ამის შენახვა ძალიან ძვირი დაჭდება, მაგრამ ძალიან სერიოზული საქმეების გაკეთება შეიძლება. კოსმოსური იარაღების წარმოებიდან დაწყებული, ფრინავი მოტოციკლებით დამთავრებული. გესმით? ამიტომ უნდა დავალექოთ ეს თუ დავიყვანოთ 10000 ლაიქზე. კაი, ადიზებით. აქ? ხო, მათ ის ადგილას არის, რომ კაცშვილი ვერ იფიქრებს. კაცია ჩემი, რაღაცა ანგარის მეორე სართულზე ავყავარ, სადაც მე რო საბურავებს ყიდულობ ხოლმე, ზუსტად ეგეთი ასასვლელი აქვთ. ასე ვითად იხარ და იყირე ხოლმე საბურავები. და აქ შევიდე? შედი. კაი, წავედი აბა ერთი შიგნით და What? ერთ წამეს დავრთო, ეგ არისო. აბა რა სიტყვა? რავი, რა უნდა ვთქვა, ეს რა ადგილია ვაფშე? წადი წინ ოთახებში. ხადა, უბრალოდ ხელა ლაბორატორია და რა დაფარულ ადგილას, ბიჭო, ვერც კი მიხვდები ადამიანი რო აქ შეიძლება რამე იყოს. აქ ჩვენი მარაგებია, ამ მარაგებიანად იყიდება ეს ფარტი. და ისა, რა მითხარი შენ მობილურზე ფასი? 450 მილიონი. 450 მილიონი თავისი მარაგებით. კაი, ესე იგი, აქ მიმდინარეობს მფრინავი მოტოციკლების წარმოება და ეს ისურის ბიჭო თან? დიახ, ისურის თან დაფრინავს თან ესურის მაგარი ტურბოები აქვს. კაი, ეს გამოგვადგება რა თქმა უნდა Black Mamba-ში. Black Mamba-ის წევრები რომ მფრინავი მოტოციკლებით დაფრინავენ, წარმოვიდგინეთ არა მწვანეებს, იმენა გავუმართოთ, რომ ჩვენერი ხალხი დაინტერესდა მაგათი ტერიტორიით. აქ პროგრამები და რაღაცეები. შენ ყავს ესე ლაბორატორჩიკები? ყველანი არიან, რა თქმა უნდა. ხელფასები იცი? რა გასავალი თვიური რამდენია? ეტუქსი თვეში დაახლოებით 1-2 მილიონი ხელფასებში მიდის რა. 1-2 მილიონი ხელფასებში. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა რავი, ამ ხელა რაღაცებს აკეთებენ ტიპები. აქეთ რა გვაქვს? ოპა. ეს რა არის? უცხოპლანეტური იარაღები, კოსმოსური და ეს რა ჯანდაბა? ეგ არის რაც არის. და რა არის რა? გამოიწე აქ და გამოიჩიკოს უსპორტ. რა უნდა გამოიჩიკოს, ბიჭო? გამო ოთახიდან. რა უნდა გამოიჩიკოს? მოკლედ ეგ არის ტირექსის კვერცხი. მოვაჩინეთ გამოქვაბულში და აკვყობს. ეხლა არ მითხოთ, რომ ტერექსიანად არის ეგ ფასი. კი. და ბიჭო, რო დაიბადოს რა უყო, მე აქ დინოზავრს. Black Mamba-ს ხო იყოლება ის, რა ქვია. თავი დინოზავრი გეყოლებათ, მოკლედ რა, მე რავი, აწავიყვანა ობას, მოვყიდი მოცილება მინდა ამ პარტის. კაცია, კაი, მეყოლება დინოზავრი ჯანდაბას, მაგრამ რა ვიცი, Black Mamba და ადრე ის ხო ყავდა შალვა, მაგრამ დინოზავრს რა დავარქოთ, ეგეც დაწერეთ კომენტარებში, გამაგიჟებენ და აქ რა ხდება? რა არის ბიჭო, ეს რებს აკეთებთ აქტო? ან აქეთ წინ მიღადაობით ბიჭო მიწისქვეშა ქალაქია აქ თუ რა ხდება დაბლა იმენა ბოლო არ ჩანს არ ძევით და არ ცქვევით აქ მოკლედ კიბურგები გამოყავს შეგიძლიათ შენი და შენი დაჯგუფების წევრებისთვის რკინის ბრონირებული სუპერტანსაცმელები დაამზადოთ ყავს შენ მაგის მედიცინის დოქტორები ეს რა შენობებია წინ ქალაქში 1000-ობით საიდუმლო გამოქვაბული ორგანიზაცია და დაწესებულებაა თითოეულ მათგანებს ოფისები აქ აქვთ, ამიტომ welcome to the club. გილოცავ ჩვენ ოჯახში გაწევრიანება, შენ დიდი საიდუმლოება გაიგი ამ წამს. წინ რა ხდება ბიჭო მე ღადავებით? დაბლა სიბნელე, რამდენი სართულია? მიწის ქვეშ არის 187 სართული. 187 სართული მიწის ქვეშ ბიჭო? ოხო. ერთი შეხედვით გარედან ჩვეულებრივი ანგარი ჩანს, მაგრამ ხო ხედავ შენ რა საიდუმლოები ხდება. ეს არის ეს. ვახ, ჩემი. სხვადასხვა აქ ილონ მასკს და დონალდ ტრამპს აქ დაბლა კიდე ორი სართული ერთად. და რას აკეთებენ? მაგის თქმის უფლება არ მაქვს, მაგას მე შენთან გაიგები ყიდი თუ არა. კაი, მოკლედ, მაშინ მე უნდა დავიფიქრდი ამას ვიყიდი თუ არა, არ ვიცი მჭირდება, არ მჭირდება ესეთი რაღაც, ანუ ულტრა როგორ გითხრათ, ძლიერი დაჯგუფება ვიჩითებით რა და დაწერეთ კომენტარებში, დაალაიქეთ ვიდეო და ვიყიდი თუ არა ამ ყველაფერს მომდევნო ვიდეოში ნახოთ, მაგრამ თქვენ ერჩევა მჭირდება ყოველ შემთხვევაში ვიყიდო თუ არ ვიყიდო.